Გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაც აქვს ქვეყანაში, რომ ვერცერთ სახელმწიფო უწყებას ვეღარ ენდობი. შვეიცარიაში მოვიდა დავა და სინგაპურში წაიღო საქმე, ხო? ბიზნესმა რო იცის, რომ მის საქმე სამართლიანად გაირჩევა, იმ ქვეყანაში უფრო დიდი სიამოვნებით ჩადის. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი დასავლური დაფინანსებით განხორციელდა ამ ქვეყანაში, ხო? რუსული ფულით არაფერი არ გაკეთებულა ამ ქვეყანაში, კარგი. და ეს არ ნიშნავს, რომ ამას ეფექტი არ ექნება, ამიტომ ეს ძალიან აწუხებდა, ამის გამო შეიძლება ქცევა შეიცვალო. ქართული ოცნება მაგალითად იყენებდა ეგეთ манипуляციას, რომ მოსახლეობას ეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს გაუგონარი ზრდა. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ აქ ვიცხოვროთ დიქტატურაში და ვიყოთ დიდრები. ვიღაცა სერიოზულად რო ეთქვა ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რომ ეხა თქვენ რაღაცას პატიმრებს არ გამოუშვებთ. უკვე შებრუნდებოდა ეგ სურათი. სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, რომ აქ რაღაცა მოთხოვნა იქნება ინვესტორების მხრიდან მაღალი, არ უნდა ქონდეს ამის იმედი. აი აბსოლუტური სუვერენიტეტი მართლა ან საფლავშია, ან უკაცრიელ კუნძულზე.